უნდა გაიზარდოს თუ არა რუსული გაზის იმპორტი საქართველოში და რატომ? ძალიან კაი გაზზე ვარ და რუსეთი რა დროს გადაგვიკეტავს და მე მაგალითად 4 შვილი მყავს და რა დროს დამტოვებს ადრე მე მახსოვს უკვე 70 წლის ქალი ვარ შუა ზამთარში დავტოვეს უგაზო ძალიან კაი გაზზე ვარ. ოსაბა ჩვენ საქართველოს არა გაზი. გაიგე, უნდა იყოს შვილო. გინაცვალოთ. ჩემი აზრით, იმიტომ რომ გაზი იყოს ზედა ჩვენსა მე მაგალითად ნაპრიმერ გაზი არა მაქვს დედი შენ შემოგევლე მე. ამ შესაძლებელისად რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა არ გვაქვს, ვფიქრობ რომ არ არის საჭირო. ჩემი აზრით რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა და მოლაპარაკება რუსეთთან არაფრის მომტანი არ არის, როგორც მინიმუმ, როცა უნდა გაგვითიშავენ ამ გაზს, როცა უნდა ჩართავენ და ყველანაირი მოლაპარაკება და ხელშეკრულება რუსეთთან იგივე ფასი აქვს, რაც ქაღალდს რომელზეც არის ეს ხელშეკრულება დადებული. ეს გარკვეული არ ვარ, გარკვეულწილად ამ საკითხში, მაგრამ თუ უფრო იაფი იქნება, მგონია რომ მოსახლეობისთვის უფრო კარგი იქნება და უფრო ადვილად გადაიხდიან ამ გადასახადებსაც. არ ვეთანხმები იგივე, იმიტომ რომ ახლო წარსულიდან გამომდინარე არასტაბილურობის გამო, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაცა ისე ჩაგვიკეტონ, ან ისე რაღაცა დივერსია მოხდა როგორც მახსოვს აქ, ხო? ჩვენ მილსადენზე ფიქრობ რომ იგივე შეიძლება მოხდეს, დიდი შანსია რომ იგივე მოხდეს და არ ვეთანხმები მაგას, არა მე. შევიგონებით არ მინდა და ახლა ეკონომიკურად როგორ არის, არ ვიცი. არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში, ისე აი ცხელი გულით არ მინდა. რუსეთის გარეშე ვერ იცხოვრებს საქართველოს, იმიტომ რომ წოდითგანვე ეგრე იყო. ეგ არის ჩვენი პატრონი ერთ ჩემი აზრით. ამერიკა არის ტრაქში სადღაც. ყველაფერში გეხმარება. პირველი ის რომ მოხდა აქ წყალდიდობა, გახსოვთ ზოოპარკში. პირველი დარეკა რუსებმა რომ სამთითრინავს გამოუშვებთ დასახმარებლად და ამათო უარი დღეს არ გვიდაო. რატომ? არ უნდა გაიზარდოს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს უფრო დამოკიდებულს გავხდის რუსეთზე და ვინაიდან დღეს რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, დაპყრობილი აქვს ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი პროცენტი. მე ვფიქრობ, რომ მტერთან არ უნდა გავაფორმოთ ხელშეკრულება. ხალხი რას გეტყვის შენ? გეტყვის სპეციალისტი მხოლოდ. თუ აზერბაიჯანი მე რა ვიცი, აზერბაიჯანის ფასი იაფია თუ ძვირია უფრო. თუ იაფია, მაშინ აზერბაიჯანი ყის. თუ არა და სისულელი არ. თუ ეს ჩვენთვის პოლიტიკურად წამგებიანი იქნება, არა. და თუ არაფერს არ შეცვლის და მოეხმარება ჩვენს მოსახლეობას, მაშინ კი.